Ყველა ფიქრობს, რომ SpaceX-ი Mars-ის კომპანია, რომელიც პლანეტათა შორის ცხოვრებაზე ორიენტირებული. და ისინი ფიქრობენ, რომ IPO არის მათი შანსი მომავალში წილი იყიდო. მაგრამ რეალობა ბევრად უფრო ბნელია. SpaceX-ი სინამდვილეში აღარ არის რაკეტების კომპანია. ის გადაიქცა მასიურ მონაცემთა და მეთვალყურეობის იმპერიად, სადაც Starlink-ი აფინანსებს Elon Musk-ის ეკოსისტემის დანარჩენ ნაწილს. 2026 წლის თებერვლის შერწყმის შემდეგ xAI და X ორივე SpaceX-ის სრულად საკუთრებაში არსებულ შვილობილ კომპანიებად იქცნენ, რაც ნიშნავს, რომ IPO-დან მიღებული ყოველი დოლარი პირდაპირ იმ იმპერიის ნაწილებში მიდის, რომლებიც ფულს კარგავენ. შენი საპენსიო ფონდი შეიძლება აფინანსებდეს კომპანიას, რომელიც საზოგადოებას რაკეტებს ყიდის, მაშინ როცა კულისებში ბევრად უფრო დიდ რამეს აშენებს. 2026 წლის 20 მაისს SpaceX-მა S1 დოკუმენტი წარადგინა SEC-ში. SPCX-ის ტიკერით. კომპანია მიზნად ისახავდა 1.65 ტრილიონი დოლარის შეფასებას და აპირებდა 65 მილიარდი დოლარის მოზიდვას. როდესაც ფასების განსაზღვრა დაიწყო 11 ივნისს, ხოლო ვაჭრობა გაიხსნა 12 ივნისს. ეს იყო ყველაზე დიდი IPO, რაც კი ოდესმე განხორციელებულა. Alibaba-ს რეკორდული 2014 წლის ლისტინგმა 25 მილიარდი დოლარი მოიზიდა. Saudi Aramco 2019 წელს 29 მილიარდი დოლარი მოიზიდა. ხოლო SpaceX-ი თითქმის 3-ჯერ უფრო დიდ თანხაზე ორიენტირებული. მაგრამ ნამდვილი საფრთხე თავად IPO არ არის. თავარი ისაა, რაც შემდეგ ხდება. Vanguards, BlackRocks, The State Street ზოგჯერ დიდ სამეულს უწოდებენ. ეს მეტსახელი კი მათ მნიშვნელობას სრულად ვერ ასახავს. ერთად, ისინი აკონტროლებენ ASX-ის ყველა ETF-ის დაახლოებით 65%-ს. დღეს საშუალოდ S&P 500-ის თითოეულ კომპანიაში არსებული აქციების დაახლოებით მეოთხედი პასიურ ინდექსურ ფონდებშია განთავსებული, მაშინ როცა 10 წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14-დან 1 იყო. როდესაც უზარმაზარი კომპანია S&P 500-ში შედის, ეს ფონდები ამაზე ფიქრს არ იწყებენ. სისტემები ავტომატურად ყიდვისთვისაა შექმნილი. არც დირექტორთა საბჭოს ხდომებია და არც დამტკიცების პროცესი. ფული უბრალოდ იწყებს დინებას. SpaceX-ის კაპიტალიზაციამ 1.67 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ზოგი ანალიტიკოსი ელოდება, რომ მხოლოდ პირველივე წელს აქციაში 250-დან 300 მილიარდ დოლარამდე შეიძლება ჩაიდინოს. და ეს ფული ვენჩურული კაპიტალის ფონდებიდან არ მოდის. ის მოდის თქვენგან, თქვენი 401-დან, თქვენი IRA-დან, თქვენი სახელმწიფო პენსიიდან თუ ასეთი გაქვთ. დაახლოებით 60 მილიონი ამერიკელი ფლობს სამიზნე თარიღის ან მთლიანი ბაზრის ფონდებს და მათი უმეტესობა ვერც კი გაიგებს, რომ SpaceX-ის აქციები იყიდა. გარიგება ავტომატურად, შეუმჩნევლად განხორციელდება. საშუალოდ 300 მილიარდი დოლარი დაახლოებით ის თანხაა, რაც ყველა NFL-ისა და NBA-ის გუნდის ერთად შესაძენად დაგჭირდებოდათ. ეს უფრო მეტია ვიდრე პორტუგალიის მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს უფრო დიდია ვიდრე შეერთებული შტატების საზღვაო ძალების წლიური ბიუჯეტი. .com-ის პიკი 2000 წლის მარტში მაშინ დაფიქსირდა, როცა ტექნოლოგიური კომპანიები S&P 500-ის დაახლოებით 33% შეადგენდნენ. 2026 წლის დასაწყისისთვის მხოლოდ Microsoft-მა, Nvidia-მ, Alphabet-მა, Meta-მ, Amazon-მა და Apple-მა უკვე გადააჭარბეს ამ დონეს. ეხლა ამას დაამატეთ 1.67 ტრილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნური ინტელექტით მომუშავე კომპანია. ეს გრაფიკი ყველა ისტორიულ გაფრთხილებას ცდება, რაც კი ოდესმე ყოფილა. და თუ ეს IPO მართლაც რაღაც სახის სამაშველო ოპერაციაა, აშკარა კითხვაა. ვის გადაარჩენენ სინამდვილეში? იმიტომ რომ ეს ხომ რაკეტები არ არის. ეს არის სოციალური მედიის პლატფორმა, რომელიც Elon Musk-მა 2022 წელს იყიდა და რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით სულ რამდენიმე წელიწადში ASX-ში ყოველდღიური მომხმარებლების დაახლოებით 30% დააკლდა და კვლავაც კარგავს სარეკლამო შემოსავალს. რაც ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანს შეიძლება უნებლიეთ მოუწიუწიოს იმ ბიზნესის გადარჩენა, რომელშიც ჩადება არც კი უფიქრია. 2022 წლის ოქტომბერში Elon Musk-მა Twitter-ში 44 მილიარდი დოლარი გადაიხადა და მალევე სახელი შეუცვალა X-ზე. გარიგება დასრულდა 7 ბანკისგან აღებული 13 მილიარდი დოლარის სესხით, რომელთაგანაც ჯგუფს Morgan Stanley ხელმძღვანელობდა. გეგმა მარტივი იყო. ბანკები ამ სესხებს ობლიგაციების ინვესტორებზე გაყიდნენ, საკომისიოებს აიღებდნენ და შემდეგ სხვა საქმეებზე გადაერთებოდნენ. თუმცა ეს გეგმა სწრაფად დაიშალა. ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები უფრო მპაცრად გაზარდა, ვიდრე ვინმეს ჰქონდა გათვლილი. ფული ერთ ღამეში ძვირი გახდა. სარეკლამო დოლარები შემცირდა. Disney-მ ხარჯები შეამცირა. Apple-მა პაუზა აიღო. IBM-მა მონაწილეობა შეამცირა. მოულოდნელად, Wall Street-ის მყიდველებს აღარ სურდათ პლატფორმის სრული ფასით შეძენა. Wall Street Journal-მა ამას 2008 წლის კრახის შემდეგ ყველაზე ცუდი გამოსყიდვის ვალის გარიგება უწოდა. 2025 წლის თებერვალში Morgan Stanley-მ 5.9 მილიარდი დოლარის ღირებულების Senior X სესხები დოლარზე 87 ცენტად გაყიდა. PIMCO-მ, Citadel-მა და Apollo-მ ისინი შეიძინეს. ბანკებმა თითქმის სრულად აიღეს თავიანთი წილი, მაგრამ ვალი არ გამქრალა. უბრალოდ ფლობელი შეიცვალა. დარჩენილ ვალზე პროცენტის გადასახადი წელიწადში მილიარდ დოლარზე მეტია. ეს დღეში დაახლოებით 3 მილიონი დოლარი გამოდის.
XAI-სთან შეცმამდე ეს უკვე იმაზე მეტი იყო, ვიდრე X მხოლოდ სარეკლამო შემოსავლით შეეძლო დაფარო. და ეს არის მთავარი დეტალი, რომელსაც უმეტესობა ვერ ამჩნევს, რადგან იმპერიის შიგნით ყველა ბიზნეს არ ჰქონდა ერთმანეთის დახმარების უფლება. Starlink-მა და Starshield-მა ფული გამოიმუშავეს. Falcon 9-ის გაშვებებით სტაბილურ შემოსავალს იძლეოდა, მაგრამ არც ერთი მათგანი კანონიერად არ შეიძლებოდა X-ში. არ შეიძლებოდა X-ში გადაედინოს. თითოეული კომპანია თავის კორპორაციულ კედელს მიღმაიდგა. ეს კედელი 2026 წლის თებერვლამდე იდგა. სწორედ მაშინ შთანთქა SpaceX-მა XAI მთლიანად აქციების გარიგებით. პრეს-რელიზში საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის მომავალზე კოსმოსში. იყო ყველა ჩვეულებრივი პოპულარული სიტყვა, როგორიცაა გამოთვლის გადატანა თანამგზავრებთან ახლოს, მაგრამ რეალური შედეგი იყო კონსოლიდაცია. ხელის სწრაფი მოძრაობა. XAI-მ უკვე წინა წელს აიღო კონტროლი X-ზე, ასე რომ, როცა XAI SpaceX-ში გაერთიანდა, ვალები და ვალდებულებებიც მასთან ერთად გადავიდა. მთელი ვალდებულებების ჯაჭვი აღმოჩნდა ერთადერთ ბალანსზე, რომელიც საკმარისად დიდი იყო მის სატარებლად. SpaceX ამ შეთანხმებაში შევიდა დაახლოებით $1 ტრილიონ შეფასებული, ხოლო XAI დაახლოებით 250 მილიარდად. ერთად ეს კერძო შეფასებას 1.25 ტრილიონ დოლარამდე აკავს. საჯარო შეთავაზება 1.65 ტრილიონ დოლარად იყო წარმოდგენილი. ეს 40%-იანი ზრდაა იმ შერწყმის სტრუქტურაზე, რომელსაც საჯარო ბაზარი არასდროს დათანხმებია. მაგრამ ყველა ამას ნამდვილ ასახვად არ მიიჩნევს. Scottish Mortgage Investment Trust, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტული ზრდის ფონდი და SpaceX-ის გრძელვადიანი მხარდამჭერი, კომპანიის დაახლოებით 19.3%-ს ფლობს თავის მთლიან პორტფელში, მაგრამ ამ წელს მაინც დაახლოებით 1.25 ტრილიონ დოლარად აფასებს. ეს დაახლოებით 9 ტრილიონით ნაკლებია IPO-ს მოთხოვნილ ფასზე. ესენი არც შორტსელერები არიან და არც მასკის კრიტიკოსები. ეს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მფლობელია ამ სფეროში და ისინი ფიქრობენ, რომ IPO დაახლოებით 40%-ით ზედმეტად არის შეფასებული. ასე რომ, ლისტინგი არ ეხება მარსისთვის ახალი ფულის მოზიდვას. ეს ეხება კერძო ვალის აქციად გადაქცევას, რომელსაც ინდექსური ფონდები აუცილებლად იყიდიან. ეს ხრიკი მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ აშშ-ს მთავრობას რაკეტებისთვის სხვაგან წასასვლელი არ აქვს. და ეს არის მახე, რომელიც მასმა ბოლო 10 წლეულის განმავლობაში მოაწყო. დაახლოებით 60 წლის განმავლობაში პენტაგონს ერთი წესი ჰქონდა კოსმოსისა და რაკეტების საქმეში. არასდროს დარჩა მხოლოდ ერთ მომწოდებელზე დამოკიდებული. Boeing-ი კონკურენციას უწევდა Lockheed-ს, Lockheed-ი კონკურენციას უწევდა Northrops. Raytheon-ი, რომელიც ახლა RTX-ია, ფასების მხრივ ყველას აკონტროლებდა. ეს წესი დარღვეულია. 2025 წლის ბოლოსთვის SpaceX-ი უმეტეს ამერიკულ ეროვნული უსაფრთხოების თანამგზავრს უშვებდა ის თანამგზავრს უშვებდა კოსმოსში და ეს ტენდენცია კიდევ უფრო აჩქარდა. United Launch Alliance, ანუ ULA, Boeing-ისა და Lockheed-ის ერთობლივი საწარმოა, რომელიც ადრე ამ სფეროში დომინირებდა, მაგრამ ეხლა ULA უმნიშვნელო მოთამაშედ იქცა. მისი ახალი ვულკანი რაკეტა წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე დაფრინავს. Falcon 9 კი კვირაში რამდენჯერმე, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც დაფრინავს. ენჯერმეც კი დაფრინავს. 2024 წელს SpaceX-მა 21 ეროვნული უსაფრთხოების გაშვების კონტრაქტიდან 10 მოიგო. ULA-მ კიდევ 4 მოიგო. Northrop's Antares-ის რაკეტამ კი ვერაფერი მიიღო. Blue Origin, Jeff Bezos-ის კონკურენტი, კონტრაქტებს ფლობს, მაგრამ ჯერ კიდევ ასრულებს სერტიფიკაციის ფრენებს. Boeing-ის პრობლემები კიდევ უფრო ღრმაა. Starliner-ის ეკიპაჟის კაფსულა მუდმივად აგვიანებს გრაფიკს. Massam Boeing-ს 4.2 მილიარდი დოლარი გადაუხადა მის ასაშენებლად, მაგრამ პირველი ეკიპაჟიანი ტესტი 2024 წლის ივნისში დასრულდა იმით, რომ 2 ასტრონავტი 9 თვე კოსმოსურ სადგურზე დარჩა. SpaceX-ის Crew Dragon-მა მოუწია მათი დაბრუნება დედამიწაზე. ეს გვახსენებს, რამდენად კონცენტრირებული გახდა ამ ინდუსტრიის მაღალი დონე. აიღეთ 5 ყველაზე დიდი ამერიკული თავდაცვის კონტრაქტორი: Lockheed Martin, RTX-ი, Northrop Grumman, General Dynamics-ი და Boeing-ი. დაუმატეთ მათ საბაზრო კაპიტალიზაცია და ძლიერ სავაჭრო. დღეს ეს რიცხვი დაახლოებით 600-დან 700 მილიარდ დოლარამდეა. ეხლა შეადარეთ ეს SpaceX-ის IPO-ს. ერთი კომპანია დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად ტრადიციული ამერიკული თავდაცვის ინდუსტრია. როდესაც პენტაგონს სჭირდება სატელიტი კოსმოსში დაუყოვნებლივ, არ არსებობს არეზერვო ვარიანტი. გაშვების მოედანზე მეორე მომწოდებელი არ დგას. როცა ფასები იზრდება, პენტაგონი იხდის. როდესაც გაშვება გადაიდება, პენტაგონი ელოდება. ეს აღარ არის ჩვეულებრივი მომხმარებლის ურთიერთობა. ეს უფრო გავს ერთადერთ მომწოდებელს, რომელსაც ყველა ბერკეტი ერთ მხარეს აქვს. მაგრამ რაკეტები მხოლოდ ნახევარია ამ ამბის. ნამდვილი ფული ის არის, რაც მათ ზემოთ დგას. ასტრონომ Jonathan McDowell-ის თქმით, 2026 წლის მაისის მდგომარეობით ორბიტაზე თითქმის 10,300 მოქმედი Starlink-ის თანამგზავრია. ეს რიცხვი იმდენად არათანაბარია, რომ არასწორად ჟღერს. თუ ყველა სხვა თანამგზავრს ერთად შევკრებთ, ის ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც ერთ კერძო კომპანიას მარტო აქვს. ეს აღარ არის მხოლოდ ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელი.
ის საფუძველია ისეთი რაღაცებისთვის, რაზეც უმეტესობა ადამიანებისა არც კი ფიქრობს. აშეტეშოს არმია იყენებს Starlink-ის ტერმინალებს უკრაინაში, ბოლო საჯარო მონაცემებით. მთელ ქვეყანაში 50,000-ზე მეტ Royal Caribbean-ი თავის საკრუიზო გემებზე სწრაფ Wi-Fi-ს სწორედ ამ სისტემით სთავაზობს. საზღვაო სათვითო კომპანიები მას იყენებენ კონტეინერების მოძრაობის დასაგეგმად. Starlink-მა 2025 წელს 11.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 4.4 მილიარდი ოპერაციული მოგება იყო. ეს თანხა ახლა იმპერიის დანარჩენ ნაწილს აფინანსებს. XAI-ის კოლოსუსის მონაცემთა ცენტრი მემფისში 200,000 NVIDIA H100-ის ჩიპზე მუშაობს. თითოეული ჩიპის ფასი დაახლოებით $30,000. ეს ნიშნავს, რომ აპარატურის ღირებულება ელექტროენერგიის ჩართვამდე თითქმის 6 მილიარდს აღწევს. და მიუხედავად ასეთი მასშტაბისა, XAI-მ 2025 წელს ოპერირებაში მაინც დაახლოებით 6.4 მილიარდი დოლარი დაკარგა. იმპერიის ერთადერთი სტაბილურად მომგებიანი ნაწილი ახლა. არა პირდაპირად ყველაზე ძვირად ღირებულს უჭერს მხარს. უფრო სერიოზული პრობლემა ისაა, რომ ამას ვერავინ აკონტროლებს. სატელიტები ყოველდღე 164 საზღვარს კვეთენ 17,000 მილისაათში სიჩქარე. FCC-ს შეუძლია ASES-ის ლიცენზიის გაუქმება, მაგრამ ამის შემდეგ მიწის სადგურები უბრალოდ კაბო-ვერდეში ან სინგაპურში გადაინაცვლებენ, ხოლო ევროკავშირი ადგილობრივ SpaceX მოძებნის და ისინი უბრალოდ დოკუმენტაციას გადაანაწილებენ. AT&T ფლობდა ASES-ში სატელეფონო ქსელს 1984 წლამდე, სანამ მთავრობამ ის არ დაშალა. ის მოქმედებდა ერთ ქვეყანაში, სადაც სასამართლოებს შეეძლოთ მისწვდომოდნენ. SpaceX ყველა მათგანზე მაღლა მოქმედებს ერთდროულად. დედამიწაზე არ არსებობს სასამართლო, რომელსაც სწორი მისამართი ექნება. პრემიუმი მისაღები იქნებოდა თუ აპარატურა იმუშავებდა ისე, როგორც IPO-ს დოკუმენტაციაში ამითითებული, მაგრამ ასე არ არის. ამჟამინდელი Starlink-ის ძირითადი სამუშაო თანამგზავრია V2 Mini. აცხადებდნენ, რომ თითოეულ სატელიტზე 4-ჯერ მეტ გამტარობას უზრუნველყოფდა, მაგრამ რეალობა უფრო რთული აღმოჩნდა. ჯონათან მაგდუელისა და Keep Track-ის მონაცემების ანალიზი სრულ სურათს აჩვენებს. დაახლოებით 11,600 Starlink-იდან, რომლებიც აქამდე გაუშვეს, 1500-ზე მეტი უკვე დეორბიტირებულია. ზოგი მათგანი დაგეგმილი იყო გამოსატენებლად, მაგრამ ბევრი არა. რამდენიმე V2 Mini პარტიას ძრავის პრობლემები და საწვავის გაჟონვა შეექმნა. ამ გაუმართავებებმა ისინი ორბიტიდან ადრე გაიყვანა, ზოგჯერ გაშვებიდან რამდენიმე თვეში. SpaceX-მა აღიარა ეს პრობლემა FCC-ის დოკუმენტებში, მაგრამ დოკუმენტში ზუსტი რიცხვი მითითებული არ იყო. თითოეული ესეთი ნაადრევი მარცხი კომპანიას ორჯერ უჯდება. ჯერ ერთი, სატელიტის subscription-ით შემოსავალს ვეღარ გამოიმუშავებს. მეორე მხრივ, შემდეგი Falcon 9-ის გაშვება გარდაცვლილი აპარატის ჩანაცვლებას ხმარდება ქსელის გაფართოების ნაცვლად. ეს სერიოზული პრობლემაა ქსელისთვის, რომელსაც მუდმივად ზრდა სჭირდება. 1.67 ტრილიონი დოლარის ღირებულება ამას მოითხოვს. 2026 წლის დასაწყისში SpaceX-მა Starlink-ის მთავარი სიხშირის დიაპაზონი შეამცირა. სატელიტები დედამიწის ზედაპირიდან 350 მილის ნაცვლად დაახლოებით 300 ჩამილზე ჩამოიტანეს. თეორიულად, ეს უსაფრთხოების ზომაა. დაბალი ორბიტები ამცირებს შეჯახების რისკს და ამარტივებს წყობრიდან გამოსული სატელიტების ატმოსფეროში დაწვას. მაგრამ ამას ფარული ხარჯი აქვს. ყველა სატელიტს, რომელიც უკვე იმ ფენაშია, მოუწევს ძრავების ჩართვა, რომ ახალ სიმაღლეზე ჩამოვიდეს. ეს საწვავს მაშინვე ხარჯავს, რაც ნიშნავს, რომ ნაკლები საწვავი რჩება პოზიციის შესანარჩუნებლად და სატელიტის ოპერაციული ვადა მცირდება. ეს შემდეგ გამოჩნდება იმაში, თუ რამდენად ხშირად სჭირდებათ სატელიტებს შეცვლა და რამდენად სწრაფად ბერდება ქსელი. ეს გავს ავტომობილის მწარმოებელს, რომელიც უშვებს მოდელს, სადაც 7 ზოგი შეაკეთეს, ზოგი შეცვალეს. ხაზი მაინც მოძრაობს, მაგრამ ხარჯი გროვდება და რეპუტაციაზეც ზემოქმედებს. საფრთხის ფაქტორია ის, რაც შემაშფოთებელია. FAA-მ მხოლოდ 2025 წელს 8 ახლო შეჯახება დააფიქსირა. თითოეული შემთხვევა იყო Starlink-ის თანამგზავრი, რომელიც ნახევარ მილზე ახლოს ჩაუვლიდა სხვა კოსმოსურ ხომალდს. ყოველ კვირას ასობით გამაფრთხილებელი სიგნალი იგზავნება და SpaceX-ის შეჯახების თავიდან აცილების ციდან აცილების სისტემა უმეტესობას უმკლავდება. უმეტესობას. ის, რომელსაც საბოლოოდ გამოტოვებს, გადაიქცევა იმ ადრასაც ასტრონომები კესლერის პრობლემას უწოდებენ. ერთი შეჯახება წარმოქმნის ნამსხვრევების ღრუბელს, რომელიც სხვა თანამგზავრებს ეჯახება, ისინი კი კიდევ უფრო მეტ ნამსხვრევს წარმოქმნიან და ეს ჯაჭვური რეაქცია არასდროს ჩერდება. დაბალი ორბიტა ერთი თაობის განმავლობაში გამოუსადეგარი ხდება. თან მიაქვს ამინდისტის თანამგზავრები და GPS-იც. ვალიანობის დაგროვებასთან და სისტემაში ტექნიკური პრობლემების გამოვლენასთან ერთად, კოტირებას კიდევ რაღაც სჭირდებოდა, რომ ეს თვირთი ეტარებინა. რაღაცა ისეთი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ქონდა აშკარა შემოსავალი, მაგრამ საკმარისი იმპულსი ქონდა, რომ ბაზრებს მისთვის პრემია დაეწესებინათ. ასე რომ ხელოვნურმა ინტელექტმა აიღო ეს როლი. 2026 წლის თებერვალში შერწმამ XAI დამოუკიდებელი სტარტაპიდან SpaceX-ის საკუთრებაში მყოფ კომპანიად გადააქცია. ეს ყველაფერი ერთი პრეს რელიზის ფარგლებში მოხდა.
გარიგება მთლიანად აქციებში განხორციელდა. XAI-ის თითოეული აქცია SpaceX-ის აქციებში გადაკეთდა. SpaceX-ის აქციას დაახლოებით $526 აფასებდნენ, ხოლო XAI-ს დაახლოებით $75 თითოეულზე ფული ხელიდან ხელში არ გადაუვიდა. Press release-ებში ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვეს. შერტს მანდე ერთ წელზე ნაკლები ხნით ადრე, ილონ მასკმა დაიქირავა Sullivan და Cromwell, რათა დამოუკიდებლად შეეფასებინათ XAI. მათი შეფასება დაახლოებით $80 მილიარდ შეადგენდა. შერტს მის დასრულების დროისთვის საბჭომ მისი ღირებულება 250 მილიარდად შეაფასა. იგივე კომპანია და აქტივები, მაგრამ განსხვავებული რიცხვი. რა შეიცვალა იმ 11 თვეში? სიმართლე რომ ვთქვათ, თითქმის არაფერი. არ ყოფილა ახალი პროდუქტი, რომელსაც აღნიშნა ღირდა, ან ახალი შემოსავლის წყაროები. Grok 3 გამოვიდა 2025 წლის თებერვალში. მოგვიანებით კი Grok 4-იც გამოვიდა. არც ერთს არ მიუღწევია OpenAI-ის შემოსავლებთან ან Anthropic-ის კორპორატიულ გაყიდვებთან ახლოსაც კი. მხოლოდ ChatGPT-მ 2025 წლის პირველ 6 თვეში $4.3 მილიარდი შემოსავალი მიიღო. Anthropic-ის საერთო შეფასებამ 2026 წლის გაზაფხულისთვის თითქმის $30 მილიარდ გადააჭარბა. Grok-მა ორივესთან შედარებით მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიმუშავა, რადგან მისი გადამხდელი გამონწერები 5 მილიონზე ნაკლები იყო, მაშინ როცა ChatGPT-ის გამონწერები 59 მილიონს აჭარბებდა. XAI-ის შეფასება გაიზარდა, რადგან IPO-ს ასე სჭირდებოდა. ეს იმიტომ მუშაობს, რომ ბაზრის სხვადასხვა ნაწილი განსხვავებულად ფასდება. სატელიტური ბიზნესი შეიძლება დაახლოებით 6 გზის შემოსავლის მიხედვით ფასდებოდეს. ყველაფერი, რასაც AI-ს მიაწერენ, შეიძლება 40-ჯერ, ან თუნდაც 50-ჯერ მეტი ღირებულებით გაიყიდოს. ასე რომ თუ ხელოვნური ინტელექტის კომპანიას სატელიტურ კომპანიაში ჩააერთებ მის ბირჟაზე გასვლამდე, მხოლოდ შემოსავალს არ უმატებ. შეიძლება მთლიანად შეცვალ, როგორ ფასდება მთელი პაკეტი. ეს არის ლოგიკა იმისა, რომ XAI-ს SpaceX-ში ჩასვამენ IPO-მდე. ანალიტიკოსების ერთი ჯგუფი ამას სტეკინგს უწოდებს. სხვები ამას უფრო ნაკლებად თავაზიანი სიტყვით მოიხსენიებენ. მოტლი ფული, საცალო ინვესტიციებისა და ფინანსური კონსულტაციის საიტი 2026 წლის მარტში გამოთვლები გააკეთა. ეს ერთი აჩვენებს დაახლოებით $18.7 მილიარდი გაერთიანებულ შემოსავალს 2025 წელს SpaceX-სა და XAI-ს შორის. ერთი წერტილი $67 ტრილიონი შეფასებით, ეს ნიშნავს გაყიდვებთან ფასი შემოსავლის თანაფარდობას დაახლოებით 84-ს. საკონტექსტოდ, Cisco-მ მიაღწია PIX დაახლოებით 38ჯერ გაყიდვებზე .com-ის ბუშტის დროს 2000 წლის მარტში. ამის შემდეგ აქციამ დაახლოებით 86%-ით დაიკლო და 25 წელი დასჭირდა ძველი მაქსიმუმის დასაბრუნებლად. SpaceX-ის ფასი იმ PIX-ზე 2ჯერ მეტია. აბა, როგორ დაუშვეს ეს რეგულატორებმა? შეიძლება იფიქროთ, რომ აქ რაიმე აშკარა მტკიცებულებაა, მაგალითად, სენატორი, რომელსაც უხდიან ხელფასს, ან ბნელი წესები, ან კონკრეტული ბოროტმოქმედი, ვისაც თიც დაადებ. ესეთი არ არსებობს და ეს უფრო ცუდია ვიდრე ალტერნატივა. ბოლო 10 წლების განმავლობაში ამერიკულ ბირჟებს დიდი კომპანიების ჩამონათვალი ჰონგ-კონგსა და საუდის არაბეთში გადაჰქონდათ. ინდუსტრიის ლობისტები აქტიურად ცდილობდნენ ცვლილებების განცვლილებების გატარებას, რომ ეს ჩამონათვალი უკან დაებრუნებინათ. თითოეული ცვლილება თავისთავად გონიურულად ჟღერდა. შეამცირე განხილვის ვადა, გაამარტივე თავისუფალი ბრუნვის მოთხოვნა და დააჩქარა ინფორმაციის გამჟავნება. თითოეული ცვლილება თავისთავად გონიურულად ჟღერდა. არაფერი დრამატული, უბრალოდ თანმიმდევრული ცვლილებები ერთი მეორის შემდეგ. არავის დაუჭერია ხმა SpaceX-ის კანონ პროექტისთვის. წესები უბრალოდ ეტაპობრივად მარტივდებოდა თითოეული შენიშვნით. SP Dow Jones-ის ინდექსები ყველაზე დიდ IPO-ებს საკუთარი დაჩქარებული წესით ამუშავებს. Snowflake და Airbnb სწრაფად მოხდნენ. ძველი წესი მარტივი იყო. ახალ კომპანიას ინდექსში შესვლამდე 1 წელი საჯაროდ უნდა ევაჯრა. ეს ანალიტიკოსებსა და სადა შორტსელერებს საშუალებას აძლევდა პრობლემები აღმოეჩინათ. ეს წესი იმდენჯერ მოარგეს სიტუაციას, რომ თითქმის აღარ არსებობს. SpaceX-მა 2025 წელს $18.7 მილიარდი შემოსავალი და $4.9 მილიარდი წმინდა ზარალი დააფიქსირა. ძველი წესებით ესეთი დიდი ზარალის მქონე კომპანია სწრაფად ვერ გაივლიდა, მაგრამ ახალი წესებით შეიძლება გაიპაროს კიდეც. პოლიტიკამაც ითამაშა თავისი როლი. 2025 წლის დასაწყისში ადმინისტრაციამ არაოფიციალური ეროვნული ინტერესების განხილვის მექანიზმი შექმნა ფასიანი ქალადების კომისიაში. ეს ეხებოდა კომპანიებს, რომლებიც თავდაცვასა და ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდებიან. განხილვები უფრო სწრაფი იყო და კითხვებიც უფრო რბილი. სააგენტო ამას არასდროს უწოდებს ავტომატურ დამტკიცებას, რადგან ოფიციალურად ასე არ არის. აუდიტორების მხარეც არანაკლებ უცნაურია. SpaceX Audits PricewaterhouseCoopers ატარებს, რომელიც ასევე Tesla-საც ამოწმებს. ეს ორი კომპანია ყოველ კვარტალში აქტივებს თანამშრომლებსა და კონტრაქტებს ცვიან. ამაში არც ერთი წესი არ ირღვევა, მაგრამ ასეთი მასშტაბის გადაფარული კორპორატიული ეკოსისტემები რეგულატორებს ხშირად აფრთხობს. არა იმიტომ, რომ ზედაპირზე რამე არალეგალურია, არამედ იმიტომ, რომ თავად სირთულეზე თვალის მიდევნება ძნელი ხდება. და ამ შეშფოთების არსებობას მიზეზი აქვს.
კომპანია იყო არტურ ანდერსენი, ხოლო კლიენტი ენრონი. ენრონი ამერიკაში მე-7 უდიდესი კომპანია იყო, სანამ აღარ გახდა ასეთი. გაკოტრების შედეგად აქციონერების ღირებულებიდან 74 მილიარდი დოლარი გაქრა. პენსიის ფონდებმა ასობით მილიონი დაკარგეს. 22,000 თანამშრომელმა სამსახური დაკარგა. 6 თვის შემდეგ ანდერსენი ბრალი წაუყენეს. კიდევ ერთი წლის შემდეგ კომპანია საბოლოოდ დაიხურა. ყველაფერი რომ შევაერთოთ, შედეგია ერთი კომპანია, რომელიც ერთ განაცხადში აერთიანებს თავდაცვასებს, თავდაცვას, სატელიტებს, ხელოვნურ ინტელექტს და სოციალურ ქსელს ერთი საჯაროდ ვაჭრობადი საბირჟო სიმბოლოს ქვეშ. ინდექსურ ფონდებს არჩევანის უფლება არ აქვთ. თუ ის ინდექსშია, მათ უნდა იყიდონ. ეს შედეგი არავის დაუგეგმავს. ის მაინც ჩნდება. ისე როგორც უმეტესად სისტემური პრობლემები ჩნდება. პატარა ნაბიჯებით, რომლებსაც არავინ ამჩნევს. ზარი დაირეკა 12 ივნისს, რაც შემდეგ მოხდება, სწორედ ეს დარჩება ხალხს მეხსიერებაში. SpaceX-ის IPO კომპანიისთვის ბუნებრივი გაგრძელებაა, მაგრამ თუ გსურთ გაიგოთ ყველაფერი იმ კაცზე, რომელიც ამ ყველაფრის ცენტრშია, ნახეთ მწარე სიმართლე ელონ მასკის შეშესებ. ან დააწყაპუნეთ აქ.